მე მგონი აი ზუსტად ეგ არის ეს შიში რა აი რაღაცა შიშმა მოიცვა ისინი ხო აი რაღაც აი ეგ არის ზუსტად ეს არათავისუფალი რაღაც აი წყობიდან გადმოსული რაც სამწუხაროდ ჩვენ მოგვიწია მე ნაკლებად თქვენ შეიძლება ჩემზე მეტად ბაბუ უფრო აი ამ რაღაცა იმაში ცხოვრება სადაც ეს შიში დომინირებდა რა არათავისუფალი საზოგადოება რაც იყო სამწუხაროდ ხო და ამ ახალმა თაობამ ეს არ იცის ეს შეგრძნებები არ ეხლა შეეჯახა ამას და ხო ხედავთ აბსოლუტურად უშიშარები არიან იმიტომ რომ ეს შეგრძნება არ იციან ჯერ კიდე კაი, იმიტომ რომ ზუსტადაც ეგ არის ახალგაზრდობა და ზუსტად ეგ არის, რომ აი რაღაც ეს კანონზომიერი მომენტი რა, რაც ამას ვერავინ ვერ დაუდგება წინა, ეგ არის, აი იმათმაც იციან ეს, იმიტომ რომ ეს ჩვეულებრივი რაღაც სამყარო ესე მუშაობს, მაგრამ აი ეს შიში აქვთ მათ, რომ ვერ ახლის შიში, თავისუფალის შიში, უცხო სხვანაირის შიში, იმიტომ რომ მათ არ იცხოვრეს თავისუფალ რეალობაში და აი ეს აქვთ კოდად ჩადებული. აი ეს მოსამართლეები ხო ეხლა მაგას ვლაპარაკობთ აი რატო აკეთებენ ამას ხო იმიტომ რომ მათ სხვანაირად არ იციან მთელი ცხოვრება ისინი ესე აკეთებდნენ მაგათ არ იციან როგორ მიიღონ თავისუფალი გადაწყვეტილება მათში ეს არ ზის მაგრამ აი ნინოს დავეთანხმები ეს დრო ამას წაიღებს ყველაფერს რა აქ მთავარია ეს მოვედით ამ მომენტამდე როდესაც აი მოგვიწია აი შეტაკება ამასთან და აი სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ არ ვიცი ჩვენ მოვხვდით აი ეპიცენტრში აგე ეს ბავშვები განსაკუთრებით მათ გამოვყოფ იმიტომ რომ რა ვიცი ეს ყველაზე უშიშრად მაინც ესე და ლამაზად მაინც ახლებურად მაინც ესენი იბრძვიან ხო ეს ლამაზი საყურებელიც არის იმის გარდა რომ საზარელი იმის ფიქრი რომ რა შეიძლება რომ ამას დაემართოს როგორ შეიძლება რომ ეს დამტავდეს ერთ წამში მაგრამ აი ზუსტად ეს ამ უშიშრობით ვეღარ უშვებთ მაგას გამარჯვება მგონია რომ ამიტომ რაღაცნაირად წინ არის და ნუ არ ვიცი როგორ უნდა მივიდნენ მთელი ცხოვრება რომ ესე ცხოვრობ ბოლო მოვიქნებ გაუნათვდეთ არ ვიცი მაგრამ მგონია რომ უბრალოდ აი მაგის წინაშე დადგებიან რომ რაღაც მომენტში